როგორ მოვხარშოთ ხინკალი ისე, რომ იყოს გემრიელი. ჩვენ ავადუღებთ წყალს, ცოტა მარილს ჩავაყრით, თავსახურს დავაფარებთ, რომ მალე ადუღდეს, როცა იქნება უკვე ადუღებული წყალი, უნდა ჩავყაროთ ჩვენი ხინკალი. წყალში, რომელიც უკვე ადუღდა, აქვს ცოტა მარილი, ჩავყაროთ ბულიონის კუბიკი და ცოტა ძირა. იმისათვის, რომ არ მიეწეპოს, როგორც კი ჩავდებთ ჩვენ ხინკალს, ეგრევე უნდა მოვურიოთ. ხინკალი ამოტივტივდა, რაც ნიშნავს, რომ 5-7 წუთი საკმარისია სრულიად იმისათვის, რომ გემრიელად მივირთვათ. პატარა საიდუმლო, როგორ გავაკეთოთ ისე, რომ ხინკალი არ დაიშალოს. უნდა დუღდეს ყველაზე დაბალ ცეცხლზე. ოდნავ უნდა ლივლებდეს ესე წყალი. ზუსტად ესე იქნება ყველაზე კარგი გემრიელი ხინკალი, რომელიც არ დაიშლება, ერთმანეთს არ შეეწეფება და გვასი ამოვნებს. ჩაკი? ესე ვაკეთებ. ესე დავდო. გაჩახ. მაპატიეთ თაღლელზე პატარა შეცდომა მომივიდა. ძირა ვახსენე, სინამდვილეში კულიავი იყო. ხინკალი პილპილის გარეშე. გემრიელად მიირთით.